პარიზში დაბადებული ისრაელელი MMA-ის მებრძოლი ნათან ლევი კარგად იცნობს იმას, თუ რას ნიშნავს გლობალურ არენაზე თავისი ეროვნების გამო შეურაცხყოფას აწყდება. და ახლა ის ამტკიცებს, რომ ერთ-ერთმა მოწინააღმდეგემ მასთან ბრძოლისგან თავი შეიკავა და მის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანია წამოიწყო მისი რელიგიის გამო. ეხლა ის ლას-ვეგასიდან გვერდდება. გამარჯობა და მადლობა, რომ აქ ხართ. დავიწყებთ მათთვის, ვინც არ იცის თქვენი წარსული. თქოთ, მოგვიყევით თქვენ შესახებ და რა გახდა მიზეზი, რომ ამ სპორტში საერთაშორისო ასპარეზზე ისრაელის სახელით გამოსულიყავით და არა საფრანგეთის სახელით. მე პარიზში დავიბადე, მაგრამ 2 თვის ასაკში ისრაელში გადავედი საცხოვრებლად. და საფრანგეთში ძალიან ხშირად სტუმრობდით, მაგრამ მე თავიდან ბოლომდე ისრაელელად ჩამოყალიბდი. მაქვს ისრაელის პასპორტი, თავისუფლად ვფლობ ებრაულს და ებრაულად უკეთესად ლაპარაკობ ვიდრე ფრანგულად. და ჩემთვის ეს მარტივი საკითხია, რადგან ესე ვგრძნობ თავს. კიდევ ერთი რამ არის ის, რომ ისრაელში ყველა ებრაელია. შეიძლება სკოლაში სხვადასხვა მიზეზით დაგცინონ, მაგრამ არა იმიტომ, რომ ებრაელი ხარ. მაგრამ როცა საფრანგეთში მივდიოდი და ვხედავდი როგორ ექცევიან ჩემს ბიძაშვილებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ებრაელები არიან, როგორ დასცინიან და ავიწროებენ მათ. იცი ეს არ მომწონდა. ამ კულტურის ეს ნაწილი არ მომწონდა. და რა თქმა უნდა, როცა მათთან სტუმრად მივდიოდი, ერთად პოულობდით იმ ადამიანებს, ვინც ავიწროებდა ან აწკენინებდა მათ. და მე ვაგვარებდი ამ პრობლემას. ეხლა კი ვისაუბროთ დაგეგმილ ბრძოლაზე. ყველაფერი მზად იყო, რომ პაკისტანელ სპორტსმენ შაზი ბრინს შეხვედროდი, მაგრამ ბრძოლა მოულოდნელად გაუქმდა. მის სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს შენ გეშინოდა მისი. და კიდევ ისიც მიანიშნა, რომ შენ ისრაელი ხარ. მაშ სინამდვილეში რა მოხდა? ხო, ეს საკმაოდ უცნაური ამბავია, განსაკუთრებით მაშინ, როცა მე UFC-ში და ესეთ დიდ ორგანიზაციაში ვასპარეზობ. ოქტომბერში ჩხუბამდე მუხლი მქონდა დაზიანებული, მაგრამ მაინც ვიჩხუბე და მიუხედავად ტრავმისა მოვიკე. სამხრეთ კორეაში პირველ რაუნდში ნოკაუტით გავიმარჯვე. შემდეგ ჩხუბი შემონთავაზეს, მაგრამ ვუთხარი, რომ ეხლა ვერ შევძლებდი. ეს დრო ჩემთვის არ არის შესაფერისი. სხვა დროს სიამონებით ჩავატარებდი. ეს უბრალოდ შეთავაზება, ეს უბრალოდ ისაა, რაზეც საუბრობენ. მაგრამ ოპერაციის შემდეგ ვთქვი, რომ მზად ვარ ჩავატარო. მერე თარიღებზე ვისაუბრეთ, ერთ-ერთი იყო მარტი, რომელიც რუსეთში უნდა გამართულიყო, რაზეც თქვი, რომ ჩემთვის შეუძლებელია, მირჩევნია რუსეთში არ წავიდე. ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა ეს ბრძოლა, ყოველთვის მზად ვიყავი ამ ბიჭთან მებრძოლა და მისი ქამარი ამეღო. რაც შეეხება თარიღის გადატანას, შემდეგ დავიწყეთ ბრძოლის პოპულარიზაცია, რადგან სიტყვიერად უკვე დავთანხმდი. კონტრაქტი არასდროს მიმირია, ველოდებოდი, ვავრცელებდი ბრძოლას და ორგანიზაციასთან კონტაქტში ვიყავ. და ბევრი ვიმუშავე, როგორც ყოველთვის ვაკეთებ ჩემს ბრძოლებზე, ვხიდი ბრძოლას, ვაკეთებ მის პოპულარიზაციას და ეს იქნება შესანიშნავი ბრძოლა ორ სტრაიკერს შორის, ეს იქნება შესანიშნავი ბრძოლა, მაგრამ კონტრაქტი არასდროს მოსულა. და შემდეგ ინტერნეტში ვიგებ, რომ თითქოს მე გამოვედი ბრძოლიდან, რაც არასდროს მომხდარა. ასე რომ ჩემთვის ეს ძალიან დამაბნეველია. მოწინააღმდეგემ განაცხადა, რომ ის მეშინოდა. მოწინააღმდეგემ ძალიან უპატივცემლოდ განაცხადა. არ ვიცი რა სტილობდა ეთქვა, თითქოს იმიტომ რომ ისრაელელი ვარ, მეშინია, ისრაელს ყავდა 4 UFC მებრძოლი, 9 მილიონიანი ქვეყნისთვის 4 UFC მებრძოლია. პაკისტანს, ქვეყანას, სადაც 290 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, არც ერთი UFC მებრძოლი არ ყოლია. ამიტომ რომ თქვას, თითქოს, იმიტომ რომ ისრაელები ვართ, თანაც ერთ-ერთი საუკეთესო არმია ყავს მსოფლიოში, მებრძოლები არ ვართ. ეს არის ძველი ანტისემიტური სტიგმა, რომლის გამოყენებასაც ის ცდილობდა, მაგრამ სინამდვილეში არ უნდა ისროლო ქვები, როცა მინის სახლში ცხოვრობ, რადგან ყველაფერი პირიქითაა. კარგია, რომ ამაზე ამხელთ, ასევე საუბარია ისრაელის მონაწილეობის აკრძალვაზე გლობალურ ღონისძიებებში, მაგალითად სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში. მაშინაც კი ამ კვირაში ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე იყო მოწოდებები ისრაელის წარმომადგენლების აკრძალვაზე. როგორ ფიქრობთ, რა არის საუკეთესო გზა, რომ უპასუხოთ ამ ყველაფერს და ყველა ამ სიძულვილის გამომხატველს? დიახ, ფიქრობ, ამაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. შეულებრივ სიძულვილი მოდის სხვადასხვა ბოტებისგან, ან როგორც ჩვენ ვიტყოდით, NPC-ებისგან, ადამიანებისგან, რომლებიც ფაქტობრივად ბოტები არიან, თითქმის ტვინდამორთულ ონლაინ ზომბებს ვანან. უმეტესად ადამიანების აზრი არ შეიცვლება, ზოგი ადამიანი ჯერ კიდევ ხოხმანობს. და ამიტომ ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, როცა ადამიანები
ჰასბარას ეწერიან და ვიდეოებს ავრცელებენ, რადგან საბოლოოდ ბევრი ადამიანი ერთ რამეში იმიტომ რწმუნდება, რომ ვიდეო ნახა. ჩვეულებრივ ეს არის პროპაგანდა ან კონტექსტიდან ამოღებული რამ. და თუ მათ სიმართლეს აჩვენებ, შეიძლება აზრიც კი შეიცვალა. მაგრამ ბევრი ადამიანი არასდროს შეიცვლის აზრს და ამ დროს გონია, რომ მათი გადარწმუნების მცდელობა დროისა და ენერგიის ფუჭი ხარჯოა. ვფიქრობ, საუკეთესო გზა, საუკეთესო რამ, რასაც შეიძლება დავარწმუნოთ ისინი, არ არის ის, რომ მე კარგი ვარ, გთხოვთ შემიყვარეთ. არის ის, რომ მე ძლიერი ვარ, პატივს მცემთ და თუ საკმარისად ძლიერი ხარ, ეს მოხდება. ამიტომ ჩემს ენერგიას ვახმარ ებრაული ძალისა და სიამაყის ჩვენებაში, როგორც რინგში, ისე მის გარეთ. და ჩემი ყოველდღიური ძალის ხმევაა, რომ მავარჯიშო ებრაელები იყვნენ უფრო ძლიერები, თავდაჯერებულები და ამაყები, რათა შეძლონ მტკიცედ დადგომა. კიდევ ერთხელ, ნაცისტს ვერასდროს ასწავლე, რომ შეგიყვაროს, მაგრამ შეგიძლია ასწავლო ებრაელს, რომ შენს ნაცისტ სახეში დაარტყას. ეს არის ის, რასაც ვცდილობ. ვასწავლო ებრაელებს, როგორ იყვნენ ძლიერები. და როცა ძლიერი ხარ, გცემენ პატივს. არ მჭირდება, რომ ვუყვარდე. ნათან ლევი, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და გისურვებთ წარმატებებს თქვენს წარმატებებულ კარიერაში და ბრძოლაში, როცა საქმე ეხება ჰასბარას და ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, სადაც ეს საჭიროა. დიდი მადლობა.